თუ რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო ახალგაზრდა პროგრამის საფიჩხიდან ნიუ-იორკ შემუშავა, დღეს ეს უკვე რეალობაა. ხელოვნური ინტელექტი და პროგრამირება იმ პროფესიებს შორისაა, რომლებზეც მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება. სწორედ ამიტომ ქუთაისში შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს სრულიად უფასოდ შეუძლიათ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამების გავლა, საერთაშორისო სერტიფიკატების მიღება და ისეთი უნარების შეძენა, რომლებიც მათ გლობალურ ბაზარზე კონკურენტ უნარიანს გახდის. ახალგაზრდა პროგრამისტებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიაში. მარიამ შანშიაშვილი მოგიყვებით. ამ სამარტო და სამაისო ქალაქში შეუძლებელია გიტარის ხელში აღება არ მოგინდეს. ზალ ჩხეიძეც ასია. საყვარელ ქალაქს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, ყოველდღე უმღერს. 18 წლის არის, უკვე დასაქმდა კიდეც და სამსახურით სახლში აქვს. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში პროგრამირებით დაინტერესებულ ამ ახალგაზრდას თავისი ლეპტოპით მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. ახლაც საფიჩხიიდან ნიუ-იორკში მუშაობს. AI დღეს მთლიან ბაზარს იცავს და კიდევ უფრო იზრდება და რა თქმა უნდა მომავლის პროფესია. სწავლობ უკვე დიდი ხანია და მუშაობ ამ მიმართულებით, ვქმნი პროგრამებს და ჩემი აზრით ეს არის ის დარგი, რომელიც ძალიან ბევრ ჩვენგანს გაუმარტივებს ცხოვრებას, საშუალებას მაძლევს რომ ვიმუშაო სახლიდან. ზალ ჩხეიძემ პროგრამირების არაერთი კურსი გაიარა, მაგრამ კურსერას კურსები და მისი სერტიფიკატი ყველაზე მნიშვნელოვანია. კურსერას სერტიფიკატი საერთაშორისო ბაზარზე ძალიან დასაფასებელია და მაშინ, როდესაც ამ სერტიფიკატს უსასყიდლოდ იღებ, უფასოდ, ეს საერთოდ გამოუგნებელია. და დღეს LinkedIn-ზე და მსგავს პლატფორმებზე ამ სერტიფიკატებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ. კურსერა მსოფლიოში ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა სტენფორდის უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა. მოამზადეს ისეთმა გლობალურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა კომპანიებმა, როგორებიცაა Google, Cloud, Amazon, Microsoft. ყველას, ვისაც ხელოვნური ინტელექტი სამყაროში ცოდნის შეძენა სურს, უსასყიდლოდ შეუძლია კურსებზე დარეგისტრირდეს. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად სრულიად უფასოდ დაეუფლონ ახალ პროფესიას და მით უმეტეს ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მოგვიანებით დასაქმდნენ ამ პროფესიით და ვფიქრობ, რომ მულტიფუნქციური ცენტრიც და Nebula AI Hub-იც ძალიან კარგად უწყობს ამაში ახალგაზრდებს ხელს. ამიტომ ძალიან მადლიერი ვარ მე პირადად, რომ მომეცა ეს შესაძლებლობა. გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავეუფლოთ ისეთ პროფესიებს, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ქუთაისიდან თუნდაც ნიუ-იორკში დავსაქმდეთ და ვიმუშაოთ სახლიდან გაუსვლელად. ქუთაისის მომავალი თაობა მომავლის პროფესიებს ყოველდღიურად ეუფლება, უნარებს ავითარებს. მუშაობს იმისთვის, რომ სავარტო და სამაისო ქალაქი ხელოვნური ინტელექტის AI ჰაბად გადაიქცეს. ამ საქმეში კი ლომის წილი ქუთაისის მულტიფუნქციურ ცენტრსა და Nebula AI Hub-ში აქვს. ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა და Nebula AI Hub-მა კურსერას კურსები საქართველოში ექსკლუზიურად შემოიტანეს. ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალგაზრდები ცოდნას ძირითადად სახლიდან გაუსვლელად ეუფლებიან. კურსერას კურსებზე გავიგე სოციალური ქსელებიდან, შემხვდა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის პოსტი, მაინტერესებდა ეს პროგრამირება და მქონდა სხვადასხვა სახის გამოცდილებები, მაგათაც ჩემი თავს სწავლობდი, ასევე ვიყავი აკადემიებშიც. დამაინტერესა ნებისმიერი ადგილიდან შეგვიძლია ვიმუშაოთ, იქიდან გამომდინარე რომ არ არის საჭირო ფიზიკური კონტაქტი და ჩემი დაწერილი კოდი ჩემ კომპიუტერში რომელიც მაქვს შემიძლია მივაწოდო სხვა ადამიანს ისე რომ სულ არ მქონდეს მასთან შეხება. დავინტერესდი იმიტომ რომ ამ მომენტში ხელოვნური ინტელექტის გამოცდილება მაქვს საკმაოდ ნაკლები და მინდა რომ ეს ცოდნა გავიიღო. სახლიდან შეგვიძლია პირველ რიგში რომ ვიმუშაოთ და ასევე შეგვიძლია რომ ნებისმიერ დროს ჩავრთოთ სხვადასხვა ვიდეო გაკვეთილი. სწავლის პროცესის მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს. დრო და დრო პროგრამის მონაწილეებს მენტორებიც ეხმარებიან. სწავლის პროცესში თუ სტუდენტებს კითხვები გაუჩნდებათ ან დახმარება დასჭირდებათ, მე და ჩემი კოლეგა მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს დავეხმაროთ, გავმართოთ ონლაინ შეხვედრები. სერტიფიკატი არის საერთაშორისო დონის, შესაბამისად მის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, რომ დასაქმდეს გლობალურ მარკეტზე მარტივად.
უკვე წლებია ჭიათურასა და ქუთაისში მულტიფუნქციური ცენტრები მომავალ თაობებს შესაძლებლობას აძლევს სრულიად უფასოდ გაიარონ ძვირად ღირებული საერთაშორისო კურსები და დაეუფლონ მაღალანაზღაურებად პროფესიებს დასაქმების რეალური პერსპექტივით. საქართველოს მასშტაბით ქუთაისის მულტიფუნქციურმა ცენტრმა უკვე 1200-ზე მეტ ახალგაზრდას მისაწვდომა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე. როგორც ნებულა AI Hub-ში გვიყვებიან, გლობალურმა განათლებამ რეგიონში ეკონომიკური ეფექტიც უკვე მოიტანა. ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი ხდება ქუთაისში. იმიტომ რომ თავის დროზე ამ ისტორიის კვალდაკვალ მიუყვებით ფაქტობრივად ამის გამეორებას, იმიტომ რომ თავის დროზე მრეწველთა საბჭომ დაიწყო განათლების მხარდაჭერა ქუთაისიდან და პირველი სკოლები დააფუძნეს ჭიათურაში და ჩვენს ჭიათურის მულტიფუნქციურიდან დავიწყეთ ამ ჩვენი ინოვაციური საგანმანათლებლო ეკოსისტემის შექმნა და 5 წლის წინ ჭიათურის მულტიფუნქციურიდან დაწყებული საქმე დღეს ასე გრძელდება ქუთაისში. განათლების გავრცელების საჭიროება მაშინდელ მეწარმეებს ძალიან ზუსტად ესმოდათ და ეს ფაქტობრივად ძალიან სწორად დაინერგა ჭიათურიდან, სწორად მიმდინარეობს დღემდე ეს პროცესი და მოიტანა კიდეც მალევე ეკონომიკური ეფექტი ნებულას სახით. დღეს უკვე ნებულა AI Hub-ი არის პირველი ხელოვნური ინტელექტის ჰაბი ქუთაისში. ასე რომ ვთქვათ, გუზა ჩაუშვით ქუთაისში მნიშვნელოვნად ეკონომიკური თვალსაზრისით, იმიტომ რომ ამ ჯაჭვის რაღაცა გვირგვინი და გამაგრძელებელი არის ეს ნებულაც თვითონ სიტყვაც კოსმოსს ნიშნავს, სადაც ვარსკვლავები იბადება და მართლაც ტალანტების შემკრების სივრცე აღმოჩნდა. ნებულა კორსერა უკვე ქუთაისის და ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრების პარტნიორია. ნამდვილად ექსკლუზიურად პირველები ვიყავით ამ კუთხით, იმიტომ რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გვაქვს შესაძლებლობა უკვე მეორე წელია ეს ლიცენზიები სრულიად უფასოდ მივცეთ ახალგაზრდებს. საქართველოს პარლამენტის ძველ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნა. იქ ფუნქციონირებას ნებულა და მულტიფუნქციური ცენტრი განაგრძობს. ველოდებით ამ შენობაში უკვე ჩვენი ბრენდებით თავის დამკვიდრებას ქუთაისის მულტიფუნქციურით ნებულათი, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანდება განათლება, სტარტაპების მხარდაჭერა, უკვე ბიზნეს მოდელების განვითარება, რაც პრინციპში არის სხვადასხვა ოფისების კუთხით, უკვე ერთ სივრცეში ამას მოვაქცევთ პარლამენტის ყოფილ შენობაში ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. კურსერას პლატფორმაზე 1200-ზე მეტი უფასო ლიცენზიით და პროგრამით ისარგებლეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებმა. 5000-მდე ბენეფიციარი, 50-ზე მეტი დასაქმებული და 10 ახალი ტექნოლოგიური სტარტაპი ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ანგარიშზეა. წინ კიდევ უფრო დიდი გეგმებია და მოლოდინი, რომ ქართულმა ინოვაციურმა და ციფრულმა პროდუქტებმა გლობალურ ბაზარზე ქართული კვალი დატოვოს.